ჩვენ უნდა მოვყვეთ ამბავი ადამიანზე, რომელმაც ბრიტანეთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა გმირობის და თავდადების სიტყვები. ეს გახლავთ სერ ერნესტ შეკელტონი. გელა ბორაშვილი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს შეკელტონის ანტარქტიდა. ოდითგანვე ანტარქტიდა იზიდავდა ბევრ მოგზაურს. ეს არის მუდმივი ყინულების და აისბერგების სამყარო. არ არსებობს დედამიწაზე ისეთი მკაცრი და უმორჩილებელი ადგილი, როგორიც არის ანტარქტიდა. თითქოს სხვა პლანეტა იყოს, იგი დარჩა ბოლო კონტინენტად, რომელზეც გაემგზავრნენ მკვლევარები. მათ სიაში შეკელტონიც იყო, რომელმაც განიზრახა ახალი კონტინენტის დალაშქვრა. ეს უბრალოდ მისი აკვიატებული აზრი არ იყო. იგი ოცნებობდა ამგვარ მოგზაურობაზე. სერ ერნესტ შეკელტონი დაიბადა 1874 წლის 15 თებერვალს ირლანდიაში. თავის ცხოვრებაში იგი დაინტერესდა ანტარქტიკით და მოგვიანებით გახდა გამორჩეული მკვლევარი სამხრეთ პოლუსის. (1914 წელს ერნესტ შეკელტონმა ორგანიზება გაუწია ბრიტანეთის იმპერიის ტრანსანტარქტიკულ ექსპედიციას. მან გაავრცელა წერილობითი განცხადება ასეთი შინაარსით: გვესაჭიროება ადამიანები სარისკო მოგზაურობისათვის. კპირდებით პატარა ხელფასს, იქ დაგხვდებათ მკაცრი ყინვა თვეების განმავლობაში, უკუნსიბნელეში, ყოველდღიური საშიშროება და საეჭვო შესაძლებლობა უკან მშვიდობით დაბრუნებისათვის. მაგრამ წარმატების შემთხვევაში თქვენ გექნებათ დაფასება და სახელი ერნესტ შეკელტონი. რთული ექსპედიციისთვის 28 მონაწილე შეირჩა. მათ განკარგულებაში ულამაზესი გემი ენდურენსი გახლდათ. თავდაპირველად გემი ბრიტანეთის ტერიტორიიდან კუნძულ ჯორჯიასთან შეჩერდა. ამ კუნძულზე გახლდათ ვეშაპსარეწი სადგური და იმ დროისთვის შეიძლება ითქვას, კარგად იყო ათვისებული. კუნძული ახლოს იყო ანტარქტიკასთან, ამიტომ ეს ერთგვარ ბაზასაც წარმოადგენდა. ენდურენსი გემი სურსათ სანოვაგით იყო დატვირთული და კუნძულ ჯორჯიიდან გაემგზავრა ანტარქტიკის მიმართულებით. რაც უფრო უახლოვდებოდა მიზანს, ყინულის მასა სულ უფრო და უფრო გაუვალი ხდებოდა. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ექსპედიციის წევრებმა ყინულის ხერხვაც კი დაიწყეს, რომ გაეხსნათ გზა. სამწუხაროდ გემი ენდურენსი დიდ ყინულებში მოხვდა და საბოლოოდ გაჩერდა. შეკელტონი ხვდებოდა, რომ მისი ექსპედიციის წარუმატებლობა ბრიტანეთის იმპერიის მარცხიც იყო, ამიტომ ცდილობდა, რომ ყველა დაბრკოლებას გამკლავებოდა.
ენძურენსი ყინულებს შეეყინა, თუმცა იგი მოძრაობდა ყინულის დიდ მასებთან ერთად, სამხრეთის მიმართულებით. ეს ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ გემი ენძურენსი ყინულების მიერ იყო გაჭკლეტილი და დამსხვრეული. იქამდე ექსპედიციის ყველა წევრი დაბლა ყინულზე ჩამოქვეითდა, მათ ძაღლებიც ყავდათ. ისინი ჩამოიყვანეს. ექსპედიციის წევრებს მძიმე პირობებში უწევდათ ყოფნა. საკუთარი სურსათ-სანოვაგე გაუთავდათ და შეკელტონმა დაავალა მათ მოეძიებინათ ხორცის პროდუქტები. ამიტომ რაღაცა დროის განმავლობაში შიმშილიც მოუწიათ. შემდეგ პრობლემა გამოსწორდა. მართალია სიცივე აწუხებდათ, მაგრამ შიმშილი აღარ აწუხებდათ. ისინი ძირითადად სელაპის და პინგვინის ხორცით იკვებებოდნენ. თავსაც ირთობდნენ, როგორც შეეძლოთ. მართალია გემი აღარ იყო მათი ნავთსაყუდელი. აღარ იყვნენ ისინი მყუდრო კაიუტებში. მაგრამ დრო ხო უნდა გაეყვანათ. გემის დაღუპვის მომენტიდან შეკელტონმა ექსპედიციის წევრებთან ერთად განიზრახა მოძრავ ყინულებს გაჰყოლოდა კუნძულ ელეფანტამდე. ეს ძალიან საშიში იყო, იმიტომ რომ დროდადრო ყინულიდან ყინულზე უწევდათ გადასვლა და დაბანაკება. ბევრი წვალების შემდეგ შეკელტონი და ექსპედიციის ყველა წევრი სახსალამათი მივიდა კუნძულ ელეფანტამდე. კუნძული უკაცრიელი და კლდოვანი გახლდათ. რა თქმა უნდა, შეკელტონი კუნძულ ელეფანტზე დარჩენას არ აპირებდა. გამოსავალი უნდა მოეძებნა. მას ერთი ძალიან სარისკო იდეა ჰქონდა, რომ კუნძულ ელეფანტიდან ნავით გაეცურა მეორე კუნძულამდე, კუნძულ ჯორჯიამდე. მან დურგალს გადააკეთებინა ნავი აფრიან ნავად და 5 ადამიანთან ერთად კუნძულ ჯორჯიისკენ აიღო გეზი. ეს იყო ძალიან საშიში გადაწყვეტილება, იმიტომ რომ შესაძლოა კუნძულს რიგმიზეზთა გამოაცდენოდნენ. ან ოკეანეს ინტენსიურ დინებას და დაუმცხრალ ტალღებს დაეღუპა ისინი. ქარმა დაუბერა, შემდეგ გრიგალში გადაიზარდა. ჩვენ ნავის დაბლა ჩავედით ყველა. მხოლოდ 3-4 წუთით გამოვდიოდით გარეთ, რომ გაგვეკონტროლებინა ნავი. ასე იყო დღისით და ღამით, ყინვა ძლიერდებოდა. კუნძულ ელეფანტზე კი ფრენკ უაილდს და 21 ჯგუფის წევრებს აღარაფერი რჩებოდათ ლოდინის გარდა. მათ მხოლოდ საოცრება იხსნიდა და არც დასაცავი ჰქონდათ ქარისაგან და სიცივისგან. მცირე მარაგი საჭმელის იყო სელაპი და პინგვინის ხორცი. ძალიან რთულია იმის გააზრება ყოველდღე, რომ არავინ არ მოვა მათ გადასარჩენად. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ შეკელტონს არ გაუმართლებდა, მაგრამ აგრეთვე მათ ესმოდათ, რომ ერთადერთი მშველელი მათთვის შეკელტონი იყო.
იგი მათი ლიდერი იყო და სჯეროდათ მისი. მე-10 დღეს ღრუბლები გაიფანტა და გამოჩნდა მზე. დადგა იშვიათი კარგი ამინდი, მაგრამ ნავზე მყოფთ წყალი უთავდებოდათ. ადამიანებს ტანჯავდათ წყურვილი. ისინი შიშობდნენ, რომ ვერ მიაღწევდნენ სამხრეთ ჯორჯიას. ამას ემატებოდა ისიც, რომ ნავი დაზიანებული იყო. გამუდმებით წყალი შემოდიოდა შიგნით, მაგრამ მალე დამაიმედებელი ნიშნები გამოჩნდა. ზუსტად 17 დღე გავიდა, რაც მათ კუნძული ელეფანტი დატოვეს და ისინი შევიდნენ კუნძული ჯორჯიის პატარა ყურეში. გავიდა კიდევ რამოდენიმე წუთი და შებინდებისას ჯეიმს კორტი ლბილად შეეხო ნაპირს. ეს იყო ჯადოსნური გაელვება. მაგრამ დაზიანებულ ნავზე გზის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. უბედურება ის გახლდათ, რომ ახლოს არ იყო ვეშაპების სარეწი სადგური. ის იმყოფებოდა კუნძულის მოპირდაპირე მხარეს. იგი იყო გამოყოფილი მყინვარებითა და მთებით. შეკელტონს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ეცადათ გადაელახათ ფეხით შუა ნაწილი კუნძულის. მათი ტანსაცმელი უკვე ძალიან დაზიანებული იყო. შეკელტონი, უორსლი და მეორე დამხმარე ტომ გრინი გაემგზავრდნენ გადაელახათ სამხრეთ ჯორჯია. მათ საჭმელი აიღეს 3 დღის სამყოფი, 2 კომპასი, თოკი და დურგლის მომზადებული სქელი ჯოხები, ყინულის დასამორჩილებლად. მათ გააზრებულიც არ ჰქონდათ, რა ელოდებოდათ წინ. აქამდე არავის არ გაუვლია 30 კილომეტრიანი დისტანცია. გზა ქაოსური, უბსკლულებით, კლდეთა პიკებით და სხვა დაბრკოლებებით იყო სავსე. პირველი დღის ბოლოს ისინი მოხვდნენ მოგრძო ციცაბო დაღმართზე. ეს იყო მაღალი პერევალი. მათ არ შეეძლოთ დარჩენა ამ სიმაღლეზე. იყო საშიშროება გაყინვის. შეკელტონი ფიქრობდა, ჩვენი მდგომარეობა მაფიქრებს, მაგრამ უნდა გავრისკოთ. აბა, გავერთოთ, ღმერთი ჩვენთან. მე მომეჩვენა, რომ აღმოჩნდი ცარიელ კოსმოსში. თმები ყალღზე დამიდგნენ და მერე უეცრად დამეუფლა გრძნობა უდიდესი აღფრთოვანების. რამდენიმე წუთში ისინი დაეშვნენ 500 მეტრის სიმაღლიდან. დილას 27 საათის შემდეგ აღმართის დაძლევისას შეკელტონი, უორსლი და კრინი მივიდნენ ციცაბო მთის წვერზე. მათ სჯეროდათ, რომ გადალახეს მთები დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და რომ მალე მივიდოდნენ სტრეპნესის ყურეში, სადაც ვეშაპების სარეწი სადგურია. თუ მათი გათვლების სწორი იყო, მაშინ დილის 7 საათისათვის ისინი გაიგებდნენ გემების საყვირის ხმებს. ჩვენ აღელვებული ვაკვირდებოდით. მართლაც
ქარის ხმასთან ერთად სირენის ხმაც მოესმათ. ეს იყო პირველი ხმა გარე სამყაროდან, რომელიც მათ გაიგონეს ბოლო 17 თვეში. შეკელტონმა წარუმატებლობა შემოატრიალა დაუჯერებელი ბრძოლით სიცოცხლისათვის და შეცვალა საკუთარი და თავისი ადამიანების ბედიც. ისინი მალე ჩავიდნენ ვეშაპების სარეთ სადგურზე და მივიდნენ მმართველის სახლთან. მათი სახეები იყო ჩაშავებული, ჩატკეპნილი თმებით. ვინ ხართ? კითხა მმართველმა. მამაკაცმა წყნარად უპასუხა: მე მქვია შეკელტონი. მმართველი შებრუნდა და აქვითინდა. ამ დროს შეკელტონისთვის ცუდი უკვე უკან დარჩა, მაგრამ ფიქრებით იგი იყო შორს დარჩენილი ჯგუფის ნაწილთან. გადარჩენის შემდეგ სამხრეთ ჯორჯიაზე შეკელტონმა სამჯერ სცადა მოხვედრილიყო, მაგრამ ყინულთა მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. მაგრამ დადგა ბედნიერი დღე და მოხერხდა მათთან მისვლა. მხოლოდ 30 აგვისტოს 1916 წელს ელეფანტზე მყოფმა ექსპედიციის წევრებმა დაინახეს მოახლოებული გემი. ნავი ჩაუშვეს გემიდან და როდესაც იგი ნაპირს მიუახლოვდა, მათ დაიყვირეს: უნისონი, უნისონი, ჩვენ ყველა ცოცხლები ვართ, ჩვენ ყველა ცოცხლები ვართ. შეკელტონიც ითვლიდა ნაპირზე მყოფ ადამიანებს და igიც დარწმუნდა მალე, რომ ყველა სახსალამათი და ცოცხალი იყო და ჩაილაპარაკა. ყველა გადარჩნენ, არც ერთი სიცოცხლე არ დაიკარგა. ისტორია შეკელტონის და მისი ადამიანების ეს ადამიანის სულის სიძლიერის ისტორიაა. 27 ადამიანი იბრძოდა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად და მათმა გაბედულმა ლიდერმა გადაარჩინა ისინი. შეკელტონი მოგვიანებით წერდა: ჩვენ გვაქვს გასახსენებელი, ჩვენ ვიტანჯებოდით, ვშიმშილობდით და ბოლოს ვზეიმობდით, ჩვენ ვხედავდით ღმერთს მის ნათებაში, გვესმოდა ნამდვილი მუსიკა ბუნების, ჩვენ შევაღწიეთ ადამიანის სულში.